ნარცის ქალს ახასიათებს ორი ფაზა: აგრესორის ფაზა, როდესაც ის ძალაუფლებას გრძნობს და მსხვერპლის ფაზა, როდესაც ის კუთხეშია მიმწყდეული. თუ ის გრძნობს, რომ სასჯელს აისხლებს და შეუძლია დომინირება, ეგრევე აგრესორის ფაზაში შედის და იწყებს ღრიალს და საქმის გარჩევას. ხოლო თუ ის ფაქტებით გალახე, ან უბრალოდ მისმა აგრესიამ თუ არ იმუშავა, ეგრევე შედის მსხვერპლის ფაზაში. როგორ გამოიყურება ეგ ყველაფერი პრაქტიკაში? ამას წინად მომართავს მამაკაცი, რომელსაც ადრე ცოლი ეკონფლიქტებოდა და უღრიალებდა უაზროდ ეჩვიანობის ნიადაგზე. იმის გამო, რომ ის სულ სამსახურში იყო და სახლშიც ძირითადად თავის ოთახში მუშაობდა ხოლმე. ეს არის აგრესორის ფაზა. კაცმა გამოასწორა ეგ ვითარება და მეტი დროის დათმობა დაიწყო ცოლისთვის. გარკვეული დროის შემდეგ კი გარკვეულ ვითარებას იმიზეზებს ქალი, იწყებს ტირილს და ეუბნება ქმარს: შენ მე მზღუდავ, სულ რაღაცებს მავალდებულებ, სულ ფეხებზე გკიდია ჩემი გრძნობებიო და ნუ ასე შემდეგ. ეს კი არის უკვე მსხვერპლის ფაზა. შემდეგ კაცმა ვითარების დასაწყნარებლად ყოველი შემთხვევისთვის ბოდიში მოუხადა და მართალი ხარო უთხრა. ქალი მომენტალურად შევიდა აგრესორის ფაზაში და დაუწყო ჩხუბი: შენი ბოდიში არ მჭირდებაო. და როდესაც კაცმა პასუხად არგუმენტების მთელი წყება დაულაგა და კუთხეში მიამწყვდია. ქალი ეგრევე შევიდა მსხვერპლის ფაზაში და ტირილი დაიწყო. აგერ ხომ გეუბნებოდი მახრჩობ და მზღუდავო. კლინიკურად ნარცის ქალთან ურთიერთობა არის აგრესორისა და მსხვერპლის ფაზის პერიოდული ცვალებადობა. მის ფსიქიკაში უმოწყალო ტირანისა და დაუცველი პატარა ბავშვის მუდმივი და შეუჩერებელი ქანქარაა. მას ერთი დღის განმავლობაშიც კი შეუძლია რამდენჯერმე განიცადოს ფაზათა ცვლილება.